შეეხება იმას, თუ რასთავაზობთ ქართულ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც საზღვარგარეთ მუშაობენ, ეს არის გაორმაგებული და გასამმაგებული ეკონომიკა. 2012 წლის შემდგომ ქართული ეკონომიკა გასამმაგდა და ბოლო წლების მანძილზეც განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებისგან, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები მუშაობენ, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ორნიშნად ციფრით, ხოლო ევროპის საშუალო ეკონომიკური ზრდა 0.5%-თან არის მიახლოვებული. შესაბამისად, ვთავაზობთ იმას, რომ საკუთარ სამშობლოში მათ ექნებათ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ იშოვონ და იპოვონ ღირსეული სამუშაო და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ. მოიღეთ ახლა ხმა, რომ დაჯექით ახლა. აბა კითხოთ, ამოვიღებთ რომ კითხულობთ, აჰა. რაც გვეკუთვნით, წყალია გზა, დაგვახარჯონ, მოგვახმარონ. თუ გვეხმარებიან. ყურადღება მოგვაქცევს. უპატრონოთა ვართ. ჩვენ არავინ გვაქცევს ყურადღებას. აი რა გახდა აი ამ გზაზე მარშრუტკა არა მოდის ქვევიდან აი ქაყრის კილომეტრიდან ჩანთებით უნდა ვიაროთ კასპიდან რომ მოვიდეთ 11 საათიანი არ შეგვიძლია რომ წავიდეთ კასპში მე იქნებ ექიმთან მივდივარ ვერა იმიტომ რომ არ მოდის მანქანა მემტრევა ასფალტის სანამ არ დაიგება მაშინ სხვა გამოუშვან ვიცი და ამტრევს იმ მანქანას არიცი ძალიან ავართ განადგურებული ძალიან უგოქციურადობა რომ დახმარება გაგვიწიონ ამდენი წლის მანძილზე ბევრი ჩავხლაფეთ ბევრი თვალი დავხუჭეთ დღესაც ხოლმე და არაფერი არ მოვიდა დღემდე და დაუბერდიკია და რუები გასაკეთებელი არავინ გვაქცევს ყურადღებას გასასუფთავებელი ნუ არ ვიცი გზას თქვენ თვითონ მეხედავთ სად მობძანდით და საიდან მობძანდით რა დავაშავეთ დასალევი წყალი ნეტა ერთი მოიტანე რამეს ჩაასხიდან ნახოს როგორი წყალი მოდის რას ნუ არ ვიცი ან დავადე და ხალხი დავადე სირცხვილი ღორია იყო იმ დღეს აბა ეხლაც ეგრე ღორია მე ეს წყალი მოდის თეძმის ხევს ეძახიან თეძმის ხევიდან მოდის ჩვენთან ჩაყრილია დიდი ბოილერები რაღაცა რეზერვუარი დიდი გამობძანდით გარეთ და ორი სიტყვა უთხარით რა შეიძლება ვეთქმის რა დამიგეკეთ იმასაც ვეჩხუბები ეკა გამოდი გარეთ დაიწყე ყველას გვინდა ყველას გვეთქმის გვინდა ისე ყველა ნერვიულობთ და უთხარით კაცო ადამიანი მოვიდა ანუ მდინარე მოდის დინარეა ეხლა როცა დაკეტამინ არ მოდის მერუები ყავდნენ მშვენივრად მუშაობდნენ წყალი მდინარის წყალია ეს მდინა ისა დასავლელი მდინარისა თეძამია ეგი ფილტრება და იფილტრებენ თუ ფილტრია რა ვიცი რა გვეშველება ეგ გვაინტერესებს დიდი ყურადღება უნდა ამ სოფელს ასია თუ ისეა ძალიან არის ჩავარდნილი ჩულო და გვიჩვენეთ რამე დახმარება გვინდა მთავრობისა სერიოზული და არა ისა რომ პირობები კი იქნება ხვალ იქნება ზეგი იქნება რომ დავიხოცებით რაღაც გვინდა ან გზა და ან რა ვიცი რატო არ გაქცევენ ყურადღებას დღეს ხვალ უნდა დღეს ხვალა გავიდა არჩევნების დრო ჩამოგვირდნენ ამას ვიზამთ იმას ვიზამ დაპირებების კორიანდელი გაიდის არჩევნები და კარგად იყავით გარშემო ხანდაკი ხოვლე დოესი სასირეთი მარტო ეს არის ეს რა ვიცი რა არის სასირეთში რატო არის კარგად ცხოვრება ეთყობა ხალხით ჩვენ გვჯობია და უფროსობა სინათლე კაია გამგებელი იქაურია და ალბათ აქ არ არის პატრონი არავინ აბაბაბა ზუგსეშინია ვისთვისაც უნდა დახმარებები არის ვისთვისაც უნდა არ არის მარტო ხელა ქალი ვარ ემათიციან მე არავინ ამყავ მე მკვიდე ორჯერ შევიტანი არ გეკუთვნით არ მეკუთვნით და თვითონ გახდნენ დახმარებები აი ეგრე იმდე
სამსახურიდან მოხსნიანო ვიმუშავე, ვიბრძოლე. რატო არ მეკითხებს რა არის? შეგვაწუხებენო, შეგვავიწროვებენო. ეშინია. ვინ ამყავ მემკვიდრე, სიდეი? მე ვარ პენსიონერი. დღესა ვარ ხვალაღარა, რატო არ მაგრამ ახალგაზრდა მარაკ. ავათა ხარ? მე მეკუთვნის გურითავად. ყველაზე მაგას გელაპარაკები რა, ვინცოფერის ფულად გითხრით არ გაიცი. სადავარ და ბინების პასი რა 20 ლარი რა. ეს თამარ ხო იყიდე. არა ინტერესი. ერთ წამალიც არ მომია ისე. შეიძლება არც მოგივიდესო? ვისთვისაც უნდათ არის ყველაფერი, ვისთვისაც არა, არ მინდა კაცო დამანებონ თავი, სოფელ მოხედონ. მოვიდნენ. არიქა ფულია გამოგზავნილი. ათხარე საკაურობა ჯერ სტუმრებში ვიჩვენოთ უარესი მოგვდის. თუ არ უნდა დაეგოთ რატო გააკეთეს ეგრე? რა საკეთეს თელი გზები? მომავალ წელს არის? მომავალ წელს სოფლის პროგრამა. ან გაგვიკეთებენ ან მომავალ წლამდე მაცოცხლე. შეიძლება არც მაშინ გააკეთო. მადლობელი ვართ მობრძანებისთვის. დიდი მადლობა შვილო, მოგვაქცია ყურად. რა ვიცი, იქნებ რა გამართლებს ეს შენი მობრძანება, უფრო მადლობელი ვიქნა. ხო, რა თქმა